საღამო მშვიდობის მოგესალმებით ტრადიციულად შაბათია დღეს ზუსტად 7 საათი კომედი არხი და რა თქმა უნდა საქართველოს ფანოღი 3 იწყება ძალიან გახარებული ვარ მე რომ კვლავ მიწევს თქვენ წინაშე წარსდგენა ამ ამპლუაში და მინდა ყველა მონაწილეს წარმატება უსურვო რა თქმა უნდა მოვედით იქამდე ბევრი იწვალეს ამ ადამიანებმა იბრძოლეს იმისთვის რომ მიიღოთ საბოლოო ვერდიქტი გამოსულიყო მათ სასარგებლოდ და დღეიდან უკვე დავიწყებთ თუ ვინ გახდება საქართველოს ფანოღი 3-ის გამარჯვებული და რა თქმა უნდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები რომლებიც ჟიურის წევრები გახლავან ისე როგორც წინა ორ შემთხვევაში ულამაზესი, უმშვენიერესი, არაჩვეულებრივი და როგორც ყოველთვის დღესაც ასე გამოიყურება ნინო ჩხეიძე. ჩვენი ბიჭები, იუმორის მამები, არაჩვეულებრივი თაგვი, ვახო ბიჭიკაშვილი და რა თქმა უნდა ნიკოლოზ არაბიძე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ვიწვევთ ხოლმე ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანს, რომელიც ძალიან კარგია უყვარს მაყურებელს და შევჩერდით დღევანდელ პირველ გახსნაზე ჩვენთან ერთად გახლავთ ჯერ კიდევ დასაქორწინებელი მანდილოსნების საყურადღებოდ არაჩვეულებრივი მომღერალი არაჩვეულებრივი ადამიანი უნიჭიერესი ადამიანი რატი დურგლიშვილი მადლობა რატი ჩვენს გვერდით რომ ხარ ჩაგხდეთ ხომ ხედავ ისე როგორც მთელი საქართველო ჩართულია და ეს რა თქმა უნდა მოქმედებს და ჩანს ჩვენს არაჩვეულებრივ კარგ გემრიელ რეიტინგებზე პირდაპირ გულს უხარია ხოლმე. მაშ ასე მე ვიცი რომ ჩვენი გელა ჩილინგარაშვილი ნერვიულობს, აპლოდისმენტები მას. მინდა წარმატება უსურვო და სცენაზე მოვიწვიო პირველი კონკურსანტი. გამეთანხმებით რომ რთულია პირველად გამოსვლა ყველანაირი გაგებით, ასე რომ აბა თქვენ იცით. შევეგებოთ გელა ჩილინგარაშვილს. გთხოვთ. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა. საიდუმლო გაუმხელელი ჩემი ფიქრი ოცნება ხარ აუხდენელი შორეული ვარსკვლავი ხარ მიუწვდომელი სიყვარულის საგალობელს შენგან მოველი სადგეძებო დამეკარგე ვეღარ გიპოვე მოგონება გულში სევდად რად დამიტოვე და მახშენი მონადრევა გულში მალული რად გავშემი სიყვარული გადამალული გაუშლელი ვარდის ნამი თვალებს მისველებს ვინ გაიგებს ჩემს მუხამბას ვინ დამიჯერებს სუფიცამე ოღონდ სიყვარულის ღმერთი წამე გაუშლელი ვარდის ნამი თვალებს მისველებს ვინ გაიგებს ჩემს მუხამბას ვინ დამიჯერებს მონა გავხდის სიყვარულის მონა მორჩილი ღრმად დავეძე ბალერსაზე ხელ გამოწვდილი მარტო ხელა მიუღოვები მე მტკვრის ანაპირებს მოდი ჩემთან მარტოობად გადამარჩინე გაუშლელი ვარდის ნამი თვალებს მისველებს ვინ გაიგებს ჩემს მუხამბას ვინ დამიჯერებს ჩემს მუხამბას ვინ დამიჯერებს
მადლობთ. გელა ჩილინგარაშვილი, დიდი მადლობა გელა. მე მესმის რომ ღელავ, მაგრამ უნდა მოусმინოთ ჯიურის და გავიგოთ რა აზრი შეგექმნათ გელასთან დაკავშირებით. ნინო, ჩემო უმშვენიერესო გთხოვ რომ გავხსნათ. აპლოდისმენტები ნინო ჭყეიძეს. მოგესალმებით სულ ყველას. პირდაპირ საქმეზე გადავალ, უნდა გელას ამაქვს კითხვა. აი რო გავცვალოთ, რო შეგვეცვალა ახლა. აი ჩათვალე რომ ჩემ ადგილას იხარ. შენ მოგეძონებოდა ეს სიმღერა? რა ვიცი, აბა. პირველი მაინც ღელავდა, რა ვიცი. შემომწონებოდა შე. კი, ღელვაც რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ ყველაფერს იმას რომ პირველია გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ შემდეგ ტურებში უფრო გირჩევდი რომ მიაქციო ანუ სიტყვების გამოთქმას ყურადღება აუცილებლად და რაც შენ იმღერე წინა ტურებში ორჯერ მოგისმენთ უკვე, ანუ სულ ძალიან ერთნაირი ხარ და ანუ აბსოლუტურად სხვაგან იყო ხასიათი და რაღაცა გაუგებარი იყო ეს ჩემთვის, იმიტომ რომ არ მომეწონა ეს სიმღერა ნამდვილად. არ მომეწონა გამოთქმა, არ მომეწონა თვითონ მელოდიური ხაზი, არ მომეწონა შენი შესრულება, აქ შესრულებაზე ნოტებზე არ არის. ხასიათი არ მომეწონა შენი და ვერ გავიგე, ანუ რას აკეთებდი. 8 ქულას დაგიწერ ამ შტოს. 8 ქულა გელას, დიდი მადლობა, არიღელო, მთავარია ყველაფერი წინ არ გაქვს ჯერ და სალამი გელა, ჩვენთან არბნელა, სამაგიეროდ კარგი მოძრაობები ჰქონდა გელას, შენივრად მოძრაობს სცენაზე და ამ მოძრაობების გამო დაუტოვებდი მე მარტო პროექტში რა და ამიტომ შეიძლება შემოგთავაზოს შემდეგში განავითაროს და ამ მოძრაობას დაამატოს ის არაჩვეულებრივი ვოკალი რომელიც შენიშვნებით შენ მიეცი ეს ყველაფერი გაითვალისწინოს და წარსდგეს სხვა ადამიანი ვარსკვლავები ეს არის ძერწებიან კაცო რა ვიცი კაი 8 ქულა ჩემგან 8 ქულა გადასარევი ასევე მე მინდა რატის აპლოდისმენტები და ნახოთ პირველი აზრი რას გაგვიზიარებს გისმენთ რატის საღამოშვიდობი სტუდიო ესე იგი იცი რა არის პირველ რიგში ვიტყოდი იმას რომ ძალიან მიჭირს ზოგადად ადამიანების შეფასება იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ხედავს ანუ თავისი ცდილობს რომ თავისი დააფიქსიროს რაღაც მოკლედ დღეს მე ვერ ვიქნები რაღაც ისეთი მკაცრი შემფასებელი იმიტომ რომ ცოტა მართლა მიჭირს რა და რაც შეეხება სიმღერას, რა ვიცი, მეც ალბათ 8 ქულას დაგიწერთ, მაგრამ ბუდის უხდი ყველა მონაწილეს, რომ არ არის პრობლემა, შეფასება მიწევს. შენი გადაწყვეტილებაა და ეს არ არის არანაირი პრობლემა. 8 ქულა რატისგანას გელას, დიდი მადლობა და ნიკოლოს 7-ის დაწერა უნდა, მაგრამ მამამისის სიმღერაა, ბატონ ნუჰაშის სიმღერაა ეს და ამიტომ აპლოდისმენტები. დიდი მადლობა რატი და ნიკოლოს როგორც ყოველთვის ბოლო ხარ ჩემო მეგობარო და ამ შემთხვევაში მადლობთ ბატონო ბატამ არ დავარ პირველ რიგში მომისმინეთ თქვენთვის საუბრობ მე თუ არა ზეპირად მიცი რაც უნდა ვთქვა გისმენთ ბატონო ნიკოლოს არა უშავს ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი ის რომ პირველი გახსნა დღეს და პირველად გამოვიდა პირველი მონაწილე და ცოტა ინერვიულა რაღაც ასე ვიყავი ზუსტად მეც MTV-ის დაჯილდოებაზე ისე ინერვიულე კი გეტყობოდა მე გავხსენი თუ გახსოვთ ალბათ რომელი წლის იყო არ მახსოვს ზუსტად 7 კი მეც 8-ს დაგიწერ და მე მგონი რომ ეს ცუდი შეფასება არ არის იმიტომ რომ ამ ჩვენს ქულებში 5-იანიც არის და 6-იანიც 8 ქულა ნიკოლოზისგანას დიდი მადლობა ჟიურის და გელა უღრმესი მადლობა შენ წარმატებას გისურვებ და უნდა გავაგზავნოთ აუცილებლად რომ არანაკლებ გელავს შემდეგი კონკურსანტი რომელიც სახელი და გვარიც ასე ჟღერს თქვენ წინაშეა მეგობრებო პატივცემულო ჟიური და რა თქმა უნდა ძვირფასო ტელემაყურებელო დავით ხურციძე გარია ჩორჩოლება შენი თემების სურნელს მიდიხარ და ჩემი გულის მიგავს გულურა გემაღერება გაზაფხულს ემარტო რა გაუძლებს დავაწყებედილ გრიგას ყვავილების სურნელი ტრიალებს და მათორობს სასეცერემლა ჩამოგორა დამათავარე გულურა გემაღერება გაზაფხულს ემარტო საგულედან ამოვარ
ვის ნათელი უღამდება ვისი დილათენდება სოგის ხული ადარებდება სხვისი არც კი ფერდება დამჭკნარ იებს შენი სურნელი შერჩენია ამ სიმღერას სიყვარული ქვია დამჭკნარ იებს შენი სურნელი შერჩენია ამ სიმღერას სიყვარული ქვია შორს ვარცხლავი ანათებს და ოცნება ხარობს აფეთქდება სიყვარული წმინდა უსასრულო ბილიკებს ჩაუყვები მარტო მოვყვები უკანასკნელა გარიგას ხოვამილების სორნელი ტრიალებს და მატარობს საცეცერემლა ჩამოგორა დამთაბარე გურა გემაღერება გაზაფხულზე მარტო საგულედან ამოვარადი ბარე ვის ნათელი უღამდება ვისი დილათენდება სოგის ხული ადარებდება სხვისი არც კი ფერდება დამჭკნარ იებს შენი სურნელი შერჩენია ამ სიმღერას სიყვარული ქვია დამჭკნარ იებს შენი სურნელი შერჩენია ამ სიმღერას სიყვარული ქვია კარია ჩურჩულება შენი თმების სურნელს მიდიხარ და ჩემი გულიც მიგაქვს დავით ხურციძე, დიდი მადლობა ბატონ დავით და უნდა შევაფასოთ აუცილებლად ისღა დაგვრჩენია როგორც ითქვა ნინო გისმით. რატი ის ენერგიულობს, არ უნდა რომ არავის გული ატკინოს და რაღაცა მინდოდა რომ მომეხსნა ეს ის და დაეწყო თვითონ. და ანუ რაც შეეხება ბატონო ბატონი დავითი. მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან თბილი იყო, ძალიან ფაქიზად ეპყრობოდა ამ სიმღერას და ჩემამდე პირადად მოვიდა, ჩემ გულამდე ეს სიმღერა და ძალიან კარგი მოგონებები, ბავშვობა გამახსენა. ეს სიმღერა დავიწყებული მქონდა და ძალიან მესიამონა. ბატონი დავითის გამოსვლა, როგორც შესრულებით, ასევე ტემბრალურად, ასევე სიმღერით. მე ძალიან მესიამონა, დიდი მადლობა. ათიკულა შესანიშნავი რატი ვერ გაექცევი უნდა გააგზავნო ძვირფასო გისმენთ ესე იგი გამიჩნდა ის ანუ რო გიყურებდით ანუ მგონია რომ სცენაზე ნამუშევარი ხართ ანუ იმიტომ რომ რაღაცა ისე ფლობთ მიკროფონს რაღაცა რომ ანუ ხო მე ძალიან ვისიამოვნე მადლობა ანუ თვითონ ბგერები რო დაიწყეთ ის დაბალი ტონალობიდან ის მაღალიც როდესაც იღებდით ანუ მომეწონა მართლა და მეც გადასარევი ათიკულა შესანიშნავი მადლობა ჩემო ვახო გილოცავთ ამ პროექტში მონაწილეობის მიღებას პირველ რიგში და მე გილოცავთ იმ წარმატებულ გამოსვლას რომელიც დღეს გქონდათ და ესე გაგაგრძელებინოთ და უფრო უკეთესი და უკეთესი მეც 10-იანს დაგიწერთ გადასარევი კარგად მივდივართ გილოცავთ და ნიკოლოზი ყოველთვის ხარს აუბავს ხოლმე ჟიურის და ნახოთ ახლა როგორ მოეწონა მეც მინდა წელსაც ბოლოა ნიკოლოზი ეს სულ კარია ჩურჩულება ხო ჩუმად რო შევაფასოთ ხო ამაღლა უნდა თქვა მე ყველაფერი მიხდება რა ვიცი მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ისეთ კრიტიკულს ასე რომ ვთქვათ და მოკლედ და ლაკონური ვიქნები ჩემგან დამსახურებული 6 კი არა და 10 ათიკულა დიდი მადლობა გილოცავთ ბატონ დავით გილოცავთ ჩემო ძირფასო და ვაგრძელებთ და შემდეგ უკვე ქალბატონის დრო დადგა ჩემო რატი ეხლა უფრო მოგემატება მესმის ნერვიულობა ქალბატონი ნელი მანჩხაშვილი შემოგთავაზებს თავის სიმღერას
და დაუთმოთ სცენა. გთხოვთ. მოდი კარგო მითხარ რამე მოდი უშენოდ ხომ ხამე ჩუმად კვდება შენს თვალებზე სილამაზე მოდის შენს მკლავებზე სიყვარული რჩება მოდი კარგო ჩაგიხუტო მოდი ჩემთვის ისევ ზღაპარი ხარ შენო შენთან ერთად გაზაფხული მოდის შენთან ერთად სიყვარულო ჩემო მიყვარხარო ძალიან ღამეს ათევს შენს ბაგეზე მარტი ტკივილით დასევდით სავსე ქალი ვარ იმიტომაც შემიყვარდი ეს ცხოვრება უცნაური ფიქრიაო ვიცი მოხვალ ვიცი მაგრამ როდის უშენოდ ხომ სევდის ფერი ნისლიაო შენთან ერთად გაზაფხული მოდის შენი კოცნაო რამდენჯერ მიცდიაო ვიცი ბოლო მოეღება ლოდის ყველა ქალი ხომ მარტივით გიჟიაო როცა მასთან სიყვარული მოდის მიყვარხარო ძალიან ღამეს ათევს შენს ბაგეზე მარტი ტკივილით დამსევდით სავსე ქალი ვარ იმიტომაც შემიყვარდი მიყვარხარო ძალიან ღამეს ათევს შენს ბაგეზე მარტი ტკივილით დასევდით სავსე ქალი ვარ იმიტომაც შემიყვარდი მოდი კარგო ჩაგიხუტო მოდი კარგო ჩაგიხუტო მოდი ნელი მანჩხაშვილი გახდათ ასეთი ლამაზი კარგი სიმღერით და ნინო აუცილებლად უნდა შევაფასოთ. ამჯერადაც რა თქმა უნდა. ამჯერადაც, მესმის რომ ეს პირველი ტურია და ალბათ შეუჩვევლები ხართ, მაგრამ ძალიან ჯერჯერობით არასწორი გზით მივდივართ, იმიტომ რომ ეს სიმღერაც აბსოლუტურად ვერ მივხვდი თქვენთან რა შუაში იყო, აბსოლუტურად სხვაგან იყავით და სიმღერა იყო აბსოლუტურად სხვაგან. ეს როგორც თქვენ არ წაგადგებათ, ასევე ჩვენ არ წაგვადგება რეიტინგისთვის, ასევე შოუსთვის ორგა და ასევე არ მოეწონებათ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ აქ არ გაფასებთ არც ნოტებით, არც არაფერ, უბრალოდ აქ უნდა იყოს თქვენ რასაც ვითხოვთ თქვენგან არის ისეთი ნომერი რომ გამოხოთ რომ თქვენც ისიამოვნოთ ჩვენ გვასიამოვნოთ და მსვენელიც ასიამოვნოთ და ამ შემთხვევაში მე მგონი ყველა დავიტანჯეთ არ ვარგო და ნამდვილად და რვიანი 8 ქულა არ არის ცუდი დამიჯერეთ ვახო გისმენთ არ ვარგო და თუ რვიანს ნიშნავს ეს არ ვიცოდი
მე პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავთ ანუ საქართველოს ფანახში მონაწილეობის მიღებას და წარმატებები მინდა გისურვოთ. დღევანდელი შეფასება ჩემი ზრიანი იქნება და იმედია ზევით წავალ და ეს ქულები ქვევით არ წამოვა. წარმატებებს გისურვებ. მადლობა ვახოს და მოდი ნიკოლოზ ამჯერად თქვენ რატი გადავიდა. მე მეუბნებით? დიახ, ამ შემთხვევაში რა მხელა პატივია. მესამე თვა, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში დღეს როგორც ნინომ დაიწყო, ესე დავიწყებ, რომ ძალიან კრიტიკულები არ ვიქნებით ალბათ, მაგრამ ყველა ის შენიშვნა, რომელსაც გეტყვით უფრო პროფესიონალებზე მაქვს საუბარი, ალბათ აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება მომავალში, იმიტომ რომ გვინდა ყველას გავაგრძელოთ ფინალისტვის ტური. მოდით ფინალურ ტურში მივიღოთ მონაწილეობა, რა თქმა უნდა. მოდით მე არ ვიქნებ ისე მკაცრი, როგორც კალბატონი ნინო იყო და 9-ს დაგიწერთ. 9 ქულა გადასარევი და ჩემო რატი უნდა შეაფასო მაინც, რა ვქნათ. არ ვიცი, შეფასებისგან რა ალბათ პირდაპირ დიდი მადლობა მართლა ყველა მონაწილეს მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო აქ რომ იღებენ მონაწილეობას ძალიან კარგი პროექტია რომ საშუალება ეძლევა ყველა ნიჭიერ ადამიანს მე როგორც ხვდები ყველა მღერის ძალიან კარგად და რა ვიცი შეფასებაზე გადავალ მეც 9 ქულა გადასარევი გილოცავთ ჩემო კარგო უღრმესი მადლობა და მეც მინდა მიმართო რა თქმა უნდა ჩვენს მონაწილეებს, კონკურსანტებს და მოუწოდა უფრო მეტი ხალისისკენ, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, იუმორი, რაღაცა მეტი ჩართულობა და მეტი მართალი ბრძანა, რა თქმა უნდა, ჟიურის თითქმის ყველა წევრმა, იმიტომ რომ რატი ახალია მაინც და არის ის რომ მეტი, რაც უფრო მეტი სანახაობა იქნება, საქართველოს ფანუღიც უფრო ხალისიანი იქნება და ძალიან იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი კარგად იქნება და ვნახოთ ბატონი ჯემალ ბერიაშვილი როგორ დაგვამახსოვრებს თავს. ჯემალ ბერიაშვილს აპლოდისმენტები. Ubit gadara zuen bat
ჯემალ ბერიაშვილი. მადლობთ. გაიხარეთ ჩემო ძირფასებო და აბა ნინო ბევრს არ ვილაპარაკებ, მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი იქნება ესეთი ადამიანები საქართველოს ფანოხში, უფრო კარგი და წარმატებული იქნება ეს გადაცემაც და უფრო მოეწონება მაყურებელს ათიკულა თქვენი გამოსვლა. ათიკულა რა თქმა უნდა. შესანიშნავი, ვახო. მივესალმები ადამიანს კასპის ღირსეულ წარმომადგენელს შეიძლება ითქვას. შეგენაცვალეჩე. მეც არ მე გავიყვი. ორმაგად ბედნიერი ვიყავი ამ შესრულების დროს. მადლობა. მე და რატი ვლაპარაკობდით, რომ ეს არ მეგონა რომ ჟიურის მაგიდასთან ვიჯექი, მეგონა რომ ვიჯექით კუპეში და შემოვიდა. ბევრი ბოლი იდგა. გაიხარე, წარმატებები მინდა გისურვო და ჩემი ათიანით შენ. გადასარევი უკვე 20 ქულა და დოლარის კურსთან შეფარდებაში 10 რატი შენ. ხო არა რა ვიცი მეც საპრეტენზიო არ მაქვს ანუ ჩემგანაც გადასარევი რატი დურგიშვილის 10 ქულა და ნიკოლოზ. დიახ მე მათგან განსხვავებით ჩვენ ცალკე ვიყავით მე და ნინო ვიყავით ტივზე. გადასარევია მე კულისაში ვიყავი მშიერი. კი ბატონო ტივზე ვიყავ. მე არ $2.40 დოლარი და მე არ მithქვავს რომ ჩვენ მივირთმევდით რამეს რომ კეიფობდით ამ ადამიანს უსმენდით უბრალოდ ტივით არის მოსული და გავყევით. გაყევით და გამოყევი. გადასარევი. აბა მიდი გისმენთ. ჩემგანაც 10-იანი 10 ქულა 40 ქულა. აბა გილოცავ ჩემო კარგო გადასარევი. კარგი იყო. ნენელა შევედით ეშხში, რასაც საქართველოს ფანოღი ქვია და ნახოთ. ნახოთ ქალბატონი ლალი ყიფშიძე რა შემოგთავაზებს. აპლოდისმენტები. ხო სიყვარულს მეგული დავადარებაცად მაგთვალების ფერია თუ მე დარბოდი ქარს არადგატანე რაც შენთვის მიმღერია არასად ვედებოდა შენი თვალები არასად ავაკარგე და ეგანა გვალები ჩემი ხარა და გენაცვალები მე ამ გულისა ვერა გამიგიარა მამედუალა მურია ჯირს თუ შენობის სიარა მაინც არასამურია როცა მომანათე და ცეცხლის სავლები შავი თვალები მიყვარეთ ხარ ეგეთი უგულორა და ხარა და ჩემი ხარა და გენაცვალები ჩემი ხარა და გენაცვალები ჩემი ხარა და გენაცვალები ლალი ყიფშიძე აბა რას დასწრეთ მაინც გეტყვით რომ
მე მომწონს ქალბატონი ლალის მონაცემები და ვფიქრობ, რომ როდესაც უკვე მოშინაურდება ძალიან კარგ რაღაც პროდუქტებს შემოგთავაზოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სიმღერა არ მომეწონა თქვენი შესრულებით და ცხრიანს დაგიწერთ. ოღონდ იმედი მაქვს, რომ შემდეგ ტურში უფრო და უკეთესი იქნებით. 9 ქულა არ არის ცუდი დამიჯერით. გილოცავთ ქალბატონო ლალი შემოჭრას პროექტში, წარმატებული გზა მინდა გისურვოთ. სხვათა შორის ქალბატონო ლალიზე გავიგე ძალიან კარგ სოუს აკეთებს. დიახ. ამავდროულად და იმ პროდუქტებით რო შემოიჭრება, თან ხელდახელ სოუსიც. ცხრიანი მინდა დაგიწეროთ მე დღეს და წარმატებები გისურვოთ და წინსვლა და წინსვლა. გადასარევი, მადლობა. რატი? მოგესალმებით მეც და რა ვიცი, მეც ალბათ ეგ შეფასებას ცხრიანს გავაკეთებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რატი და ნიკოლოს? დიახ, მეც დავეთანხმები ჟიურის წევრებს. ძალიან კარგი იყო და მე ისიც მესმის რომ მე ყველას მინდა ეს უთხრა რომ დღეს ცოტა მაინც რახან პირველი დღე ასე რომ ვთქვა საკონკურსო დღე პირველი მაინც ვერა ვართ ისე ყველა და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა იმ ადამიანს რომელიც გამოვიდა უკვე თუ ამის შემდეგ გამოვა ჩაერთვებიან უფრო დიახ და ეს არ იქნება მათი მაქსიმუმი მე ეს მჯერა და კიდევ უფრო უკეთესი ტურები გველოდება წინ და თუ ვიპოვე ცხრიანი ჩემგანაც 9 ქულა გადასარევი მე 10 დაგიწედით ასე რომ სოუზი მარტო მე შემხვდება ჩემოვახო როიწოდე 9 რომ აქ რატო არ უნდა მაჭაბოთ ცოტა შეგხვდება მე მინდა შემდეგი მონაწილე წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ზალ იმერლიშვილი Zetas chachene oapareko Pareta trichris kendi tolebo Kalo shavta tradma parebo Manam jerkha shirad mi tolebo Ghezmushen sor peli vikne pio Khame gavitanot saubari Kalo amiri pikre pio Namshot gaigone naubari Namshot gaigone naubari Zeca uketsia varsglas pardas Parat gate ula tatri jurisket Kadar satrach vedi agar shankhar Nedav shen sor perzas damit stide Khame utechia matza ubars Dila gatene bunamiani Nira zarkiani botla uqars Botla nacherelia sasmiani Botla nacherelia sasmiani Sorpeli quertsuzista Tanatsi sorpeli quertsuzista ზალ იმერლიშვილი გადასარევი ჯიპსი კინგა ფაქტიურად გადასარევად გაართვა თავი ადეკი ზალფეხზე შევაფასოთ თუნდა აუცილებლად ეს ყმაწვილი და გისმენთ უნდა შევაფასოთ ნამდვილად, მაგრამ ზალ ძალიან ნერვიულობ.
თუ ეს არ მოიხსენი, ანუ ვერაფერს ვერ კი არ გაშინებ, მაგრამ ბევრად უკეთესად გამოვიდოდა რო არ გენერვიულა ახლა, ვიდრე ესე რო ინერვიული, იმიტომ რომ მოდიოდა ეს შენგან, რომ თან აქ სამღერი არაფერი არ არის ამ სიმღერაში ისეთი, ხო, რაღაც რთული და რაღაც და იმდენი ინერვიულე, რომ რაღაცა ყიყლიყოებიც გამოუშვი. მე ჩემი რაღაცა სიმპათია მაქვს შენს მიმართ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ როგორც პროდუქტს მე რომ პროდიუსერი ვიყო და თქვათ ამ შემთხვევაში არ ვარ ამ შემთხვევაში რაღაც პროდუქტს გავაკეთებდი შენგან ისეთი რომ ხედავ რაღაცა რაც შემიძლია რომ შენგან გავაკეთო და მოგცემ ფორას და ცხრიანს დაგიწერო ოღონდ არ ინერვიულო ცხრაკულა შესანიშნავი შეფასება ვახო გისმით ამივე სალმები პატივცემულს ულოცავ მეც კიდევ ერთხელ ყველა მონაწილეს მინდა მიულოცო და გამეორდე მაგრამ მე დღეს ვერ დავუწერ ცხრაკულას მინდა რვიანი დავუწერო იმიტომ რომ რვაკულა გადასარევი მინდა რომ ამ ადამიანს უფრო მიეცეს იმის სტიმული და მუღამი რომ ზევი და ზევით წამოვიდეს და მადლობა ვახო გადასარევი ასე რომ ვთქვათ ჟარგონულად ცხრიანი არ გაუტრუხდეს ამიტომ რვიანი არა ნამდვილად გეთანხმებით აშკარად ღილავ და ამიტომ გამხნევება ჭირდება თან ერთი აპლოდისმენტები ჭირდება იმიტომ რომ ყველაფერი იწყება წინა ყველაფერი რატი ასე გინერვიულობა თავის დროზე კი საშინელება იმიტომ რომ მე თვითონ კონკურსზე მაქვს ორ კონკურსზე მაქვს მიღებული მონაწილეობა საშინელებაა და მაგიტომაც აი ეს დაწერა ქულების არის ძალიან ცუდი რაღაც მაგრამ ეხლა მეც აი სიმართლე გითხრა ვორჯობ იმიტომ რომ რაღაცები ძალიან მომეწონა ანუ და პოტენციალი გააქვს უბრალოდ აი დაბალ ქულას ერთადერთი წერ იმაზე რომ აი ცოტა მაპატიეთ ამაზე აი ცოტა ყვირილში როდესაც გადადის ანუ მომეწონა დააკვრა სიტყვაზე რაღაცები კი იყო ის მაგრამ აი ალბათ ცხრიანს დაგიწერ მეც რა ცხრა ქულა მადლობა რატი და ნიკოლოზ და შევაფასოთ ზალბატონი დიახ დიახ კი ბატონო მეც მოგახსენებთ ორი სიტყვას ნუ ყველას ვეთანხმები ჟიურის წევრებს იმაში რომ ძალიან ვინერვიულეთ რაღაცები მაგრამ აქვე მინდა გითხრათ ისიც რომ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული ვარ როგორც ნინო მაღრიშნა რაღაცას გავაკეთებდიო მე ამისგან გავაკეთებ დიახ მეც რუიას დაგიწერთ დღეს 8 ქულა დიდი მადლობა ზალ შენ პირველ რიგში ყველაფერი კარგად იქნება არიღელვო რაც მთავარია არიღელვოთ არავინ ეს მარტო ზალს არიხება ყველა მონაწილეს და მე მინდა დღეისთვის დღევანდელი გადაცემისთვის ბოლო მონაწილე წარმოგიდგინოთ მანამდე კი გითხრათ რომ ხვალ უკვე კვირას გაირკვევა თუ რა მოხდება რას გადაწყვეტ ჟიურს და როგორი ამბები დატრიალდება უკვე ნახავთ ხვალს მანამდე კი ნახოთ ნინო დავითულიანი სცენაზე ხოთ მაესტრო ლამაზ სიმღერებით გავადარე თბილისურად ვიცხოვრე და გული გავიხარე ერთი კაცი მიყვარა და გული დავადარე მაგრამ რა ვქნა ვერ გამიგო ძარსულს მივაფარე ერთი კაცი მიყვარა და გული დავადარე მაგრამ რა ვქნა ვერ გამიგო ძარსულს მივაფარე ეს ხოვრება ლამაზ სიმღერებით გავატარე ბევრი ვიცინე და ცრემლით ბევრი ვღვარე მაგრამ ყველაფერი ძარასულს მივაბარე ვისაც მე უყვარდი მეც ის შევიხარე მაგრამ ყველაფერი ძარასულს მივაბარე ვისაც მე უყვარდი მეც ის შევიხარე ისევ გავაშალე გულის აფ
ძალალებიო თქვენ ერთ შემოგევლოთ მინის ანგებიო ანგებიო ერთი კაცი მიყვარა დადაგული დავადარე ვერ გამიგო ძარსულს მივაპარე ერთი კაცი მიყვარა დადაგული დავადარე ვერ გამიგო მაგრამ რა ვქნა ვერ გამიგო ძარსულს მივაპარე აი ასეთი გახდათ ნინო დავითულიანი აპლოდისმენტები ხურვალე და მოგვიწევს შეფასება ამ შემთხვევაშიც გისმენთ ნინო გამარჯობა ნინო არ შემიძლია არ აღვნიშნო შენი ძალიან ლამაზი ხმის ტემბრის შესრულება და ძალიან ფიქრობ რომ მოყვარულზე ბევრად უფრო კარგად მღერი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მაგრამ რაც შეეხება ამ სიმღერაში მე პირადად ცოტა დამაკლდა ის ქალაქური ხასიათი უფრო ისე იმღერე შენ სხვა ხასიათი არ იყო ის რაც თქვა უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით ეს ჩემი აზრია თუმცა ამ შემთხვევაში 10-იანს დაგიწევ 10 დიდი მადლობა რატი გისმენთ ჩემო კარგო ჩაიფიქრე და გამოვიდა ჩემი ესე იგი მე რითიც მოვიხიბლე ანუ ის იყო რომ რაღაცა თქვენი სამყარო გადმომეცით მე ანუ არ ვიცი რაღაცა ძალიან ხატრულად შემისრულეთ და შესრულება იყო ნამდვილად ისეთი ლამაზი და მეც 10-იანს დაგიწერთ ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა რატი ჩემო ვახო ძვირფასო მე ძალიან მომეწონა რატის სამყარო გვერდზე ვზივარ და მეც ხედავდი, ამიტომ მეც 10-იანს დაუწერ. ამ შემთხვევაში სასიკულა დიდი მადლობა ყველას და ნიკოლოს. მე რითა ვარ სხვებზე ნაკლები. და მეც კი ბატონო, უბრალოდ მე ზოგადად მინდა ჩემი დადებითი ემოცია გამოვთქვა ამ ადამიანის მიმართ, ძალიან კარგია. ისიც მესმის რომ დღეს ყველა ნერვიულობს და ყველას და იმ ყველაში ჩვენ შევდივართ. და მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც კარგი იყო და 10-იანი კულა გადასარევი დიდი მადლობა უღრმესი მადლობა და გილოცავ ჩემო კარგო 40 კულა ძალიან ბევრი რამის მთქმელია და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჟიურის და როგორც გითხარით ჩემო ძვირფასებო რა თქმა უნდა ტელემაყურებელს მიმართავ დღევანდელი დღე დამთავრდა მე ნინოსთან ერთად დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა იმ დარჩენილ 6 კონკურსანტს უსურვებ წარმატებებს რომელთანაც ერთად უკვე ხვალ დაგიბრუნდებით ამავე არხზე ამავე დროს დროებით